ნატალი ბერიძე 7 წლის. სწავლობ ჩაისვნის მეორე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმეა ხატვა, სიმღერა და თამაში. უფრო მიყვარს ხატვა დავიწყე ბაღში, როცა ვიყავი 3 წლის. მე ვიცი გოგონას ხატვა, ყვავილის და სახლის. ყველაზე ძნელია მთის დახატვა. ყველაზე ადვილია სახლის დახატვა. მე ახლა გასწავლით სახლის დახატვას. ჯერ 4 კუთხედი, 3 კუთხედი, ფანჯარები და კარები. მზე ყვავილები და ღრუბლები. აქ ეზოში ვხატავ ჩემს დას და მეზობელს. მე მინდა მოვაწყო ჩემი ნახატების გამოფენა. ეს გამოფენა მექნება სახლში. ამ გამოფენას დავპატიზებ ჩემს კლასელებს, დას, მეზობელს და ოჯახის წევრებს. საპატიო სტუმრად დავპატიჟებ ელზა დეიდას. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ კარგი კლასელები მყავს და კარგი მასწავლებლები. ჩემი საყვარელი საგანი არის ქართული. მე უკვე ვისწავლე ყველა ასოს დაწერა. ყველაზე უფრო მომწონს ასაუგერა ბ. არ მომწონს ა და ი, იმიტომ რომ ვისწავლე პირველი. მე მიყვარს ზღაპრები და ჩემი საყვარელი ზღაპარია თითელქუდა. პრინცესებიდან მე ვგავარ რაპუნცელს. 10 მქონდა დიდი თმა, შემჭრეს და ვიტირე. მიხტება გრძელი თმა და მინდა მქონდეს წელამდე. მე ვარ ლამაზღობო და მიხტება გაბრანჯო. მე ვიბრანჭები ასე სარკეთთან ვდგები, ვისვენ პომადას და ვარცხნი თმებს. ქუჩაში რომ მივდივარ, ამბობენ ვუი, რა ლამაზი გოგო მოდის. მე სილამაზით ვგავარ მამიდას. ჩემი საყვარელი მასწავლებელი არის დიდარი კონცერტი, იმიტომ რომ მხიარულია და სულ მეხუტება. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე მხატვარი. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა, ბებია, ბაბუა და დაიგო. კიდე მინდა მყავდეს 1 და 2 ძმა. ჩემი და არის 12 წლის და გვია ანასტასია. ის არის ჭკვიანი, მხიარული და ნერვების მიმშრელი. ნერვებს ნიშნის, როდესაც მოდის და თმებს მწიწკნის. ისე კარგი გოგოა და ძალიან მიყვარს. ჩემი აზრით ანასტასიაც გამოვა მხატვარი. მამიკო არის თბილი, საყვარელი და ჩემი სურვილების შემსრულებელი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედი გვარს კეთილი, მზრუნველი და საქმიანი. ახლა მინდა ვიყო 26 წლის. მომწონს ჩემი ბავშვობა, მაგრამ მეჩქარება გაზრდა. ჩემი აზრით ბავშვობა მთავრდება 10 წლის ასაკში. მე მაქვს ბედნიერი ბავშვობა და ეს არის ოჯახის დამსახურება. მე ასევე მიყვარს სიმღერა და სახლში მაქვს მიკროფონი. ზოგჯერ სახლში ვაწყობ კონცერტებს. ჩემი საყვარელი სიმღერაა მზეო მზეო ცხრა თვალა, ვის უცინი ვისა, შენ გიცინი პატარა, დილა მშვიდობისა. მე მინდა ვიმღერო დიდ სცენაზე, სმენაც კარგი მაქვს და გარეგნობაც. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაჩენდი ნამდვილ მანქანას. სკოლას რომ დავამთავრებ, ვეყიდი შავ ტოიოტას. თუ მე ვერ ვეყიდი, მაჩუქეთ მამიკო. წინა მონაწილემ დამიტოვა კითხვა, რა არის ჩემი ოცნების საჩუქარი. ჩემი ოცნების საჩუქარი არის ჩემხელა თოჯინა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ შეკითხვას, რომელია მისი საყვარელი თამაში. მაგალითად, ჩემი საყვარელი თამაშია გაშეშბანა. ბედნიერება არის, როდესაც გიხარია, თამაშობ და ხალისო. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.